როდესაც ვლაპარაკობთ უტოპიაზე, თითქოს როდესაც უტოპიის კონტექსტში განვიხილავთ ხოლმე რომელიმე იდეოლოგიას, ეგ აუცილებლად არის სოციალიზმი. მაშინ როდესაც რეალურად მემარჯვენე იდეოლოგიის კუთხითაც არსებობს ისეთი უტოპისტური ნაშრომები, როგორც არის, რავი, Moon is a harsh mistress. ასეთი ნაშრომი არის და თლიანად აღწერს Ayn Rand, მაგალითად, ანუ თლიანად აღწერს იმ კაპიტალისტურ უტოპიას, რაც შეიძლება რომ არსებულიყო ემპირიაში, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ადამ სმიტის იდეები შეიძლება რომ პრაქტიკაში საერთოდ ვერ განხორციელდეს და ამის პირდაპირი გამოვლინება იყო მაგალითად 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი, ანუ ეს იყო კაპიტალიზმს ახასიათებს რაღაცა კონკრეტული ყდომის ეპიზოდები, რომელიც რაღაცაზე მიგანიშნებს. კი და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი ერთგვარი შეხსენება იყო, რომ ის მართლობით ფორმა, რომელიც არჩეული აქვს რეალურად დღეს სახელმწიფოთა უმეტესობა და განსაკუთრებით დასავლეთს, რომელიც არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის მოდელი, მაგრამ აქვე უნდა აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიული მოდელი შეიძლება არჩეული და ფიქსირებული იყოს როგორც მართლობის ფორმა, მაგრამ მისი ავტორიტარული შინაარსი შეიძლება მაინც წარმოიქმნას. განსაკუთრებით კაპლანი ეს მოაზროვნე, რომელსაც უბრალოდ ნათქვამი აქვს და ტენდენციაც კი აქვს დაფიქსირებული, რომ საშუალო კლასი, რომელიც სახელმწიფოებში წარმოიქმნა და იმ სახელმწიფოში ერთგვარად გადანერგილი იქნა დემოკრატია და არ იყო კულტურის ნაწილი, შემდგომში მკაფიოდ ავტორიტარული რეჟიმები ყალიბდება, მაგრამ უყურეთ რა არის მნიშვნელოვანი დეტალი, შეიძლება ღიად ავტორიტარული რეჟიმი დამყარდეს, ან შეიძლება შეფარული სახით იყოს და ეს შეფარული სახე გულისხმობდეს იმას, რომ ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც სახელმწიფოში წარმოიქმნება რეალურად არის და არსებობს რაღაც დეკორაციის ფუნქციას ასრულებს და ეს მთლიანობაში არის სისტემური ხარვეზი და ეროზირების შედეგი, იმიტომ რომ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი რო დაიწყო იმ პერიოდში იმის მაგივრად რომ ნაციონალიზაცია დენაციონალიზაცია ციკლი დაწყებული იყო, რაც რეალურად მსოფლიო ომის პერიოდში ფაქტობრივად ამდაგვარად დაასწლია მრავალმა სახელმწიფომ ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის საფრანგეთი, მათ შორის ბრიტანეთი და ნაციონალიზაცია დენაციონალიზაცია ციკლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისათვის და რესურსებისათვის, როგორც არის მაგალითად რაღაც ბუნებრივი რესურსები, რომელიც მარტო იმპორტისა და ექსპორტის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს და პრივატულ საკუთრებას არ უნდა წარმოადგენდეს. ხო, აუცილებელია, რომ პირველ რიგში ის ეროვნულ პროდუქციის ნაწილი იყოს, ახდენდეს გავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რაც დღესდღეობით დღეს საქართველოს მონოინდუსტრიულ ქალაქების ფუნქციას უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ამ ფუნქციის მატარებელი არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფოებმა რაღაცნაირად დიდი ხნის წინ აერჩიეს ეგ კურსი და ეს იყო 2008 წელი. კვლავ ერთ-ერთი, რომ აუცილებელი იყო გადასახადების გაზარდეს მარტო იმიტომ, რომ პრივატული საკუთრება გადაერჩინა და პრივატული კომპანიები მაშინ როდესაც ნაციონალიზაციით არც კრიზისი წარმოიქმნებოდა, ბიუჯეტი ბუნებრივია რომ დარეგულირებული იქნებოდა, მაგრამ არა აუცილებელი იყო რომ ბიუჯეტი გაზრდილიყო თვითონ უთანასწორობის ზრდის ფონზე, იმიტომ რომ ბუნებრივია გადასახადები რომ იმატებს, უთანასწორობის ხარისხის მოსახლეობაში მოიმატებს და 2008 წლის შემდეგ ის რაც სახელმწიფოებმა გააკეთეს, გამოიწვევდა შემდგომ კაპიტალიზმის კრიზისს და ეს კაპიტალისტური კრიზისი დღეს გამოვლინდება იმაში, რომ ავტორიტარული რეჟიმები წარმოიქმნება და მე ამას შორის პირდაპირ კავშირს ვხედავ თვითონ ეკონომიკურ მოდელს შორის და ავტორიტარულ რეჟიმს შორის, რომელიც შეფარულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ინარჩუნებს, მაგრამ აი ძალიან დეკორატიული ხასიათის არის უბრალოდ რა. მთლიანობაში. მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც კაპიტალიზმს ვსაუბრობთ, ესე არის სოციალიზმი და მაგისი გეგმიური ეკონომიკა, ზოგადად რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანის ასე ვთქვათ მოთხოვნილება დაკმაყოფილებელი უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში ამ ბაზრის ასე ვთქვათ სიახლეებს ფეხს ვერ უწყობს ისე როგორც საჭირო არის, ასე ანუ გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ვენესუელაში 2010 წელს იყო ეგეთი შემთხვევა, რომ ნავთობის დამოკიდებულების გამო, იმის გამო, რომ საკმაოდ სწრაფად ვერ გადაწყვეტს გარკვეული ნაბიჯები, უფრო მეტად დიდ სიღარიბეში ჩავარდა ქვეყანა და უფრო მეტად დიდი პრობლემები გამოიწვია. ამის მაგალითი შეიძლება ყოფილიყო კუბაც და ცენტრალიზებული ეკონომიკიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, უფრო მეტად დიდ სიღარიბეში გადავარდა ქვეყანა, ამიტომ სწორად მიზანი ეს იყო, რომ არა მარტო ლიბერალიზმის კრიტიკაზე ქონდეს ასე ვთქვათ ფოკუსი, არამედ თვითონ სოციალიზმს, ასე ვთქვათ, თავისი თავარი გაგებით რა ხარვეზები შეიძლება ქონდეს. ხო, მაგრამ უყურე თვითონ გეგმიურ ეკონომიკაზე როცა ვlapარაკობთ, ცენტრალიზირება ხო განიხილება მართლა რაღაც დესპოტიზმად და მან განსაკუთრებით ჰაიეკის კრიტიკა შემოდის, იმიტომ რომ ნებისმიერი მემარჯვენე ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ ლიბერალური ეკონომიკა არის ერთ-ერთი ადამიანურ ბუნებასთან ყველაზე უფრო ახლოს, იმიტომ რომ როგორც შენაღნიშნე, ანუ თვითონ თითოეული იდეოლოგია წარმოებული არის იმიდან, რომ ადამიანის ბუნება ესმით განსხვავებულად რა. ლიბერალიზმში ატომიზირებული ადამიანის ბუნება და სოციალიზმში უყურეთ რა არის ემპირიაში რას ხვდებით რა. ემპირია არის ის, რომ სოციალური დარვინიზმი ნამდვილად არსებობს.
მაგრამ სოციალური დარვინიზმის პროდუქტია თვითონ სოციალური სოლიდარობა, რომელსაც შეითვისებს თვითონ სოციალიზმი. ამიტომ თვითონ ცენტრალიზებულ გეგმიურ ეკონომიკაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია კვლავ აი ნეოკლასიკურ სოციალიზმს მიუბრუნდეთ, რას ამობენ ახალი ავტორები და როგორ აკრიტიკებენ თვითონ მარქსი, იმიტომ რომ მარქსი არის მოაზროვნე, რომელიც უბრალოდ ვერ გაიგო რა, ვერც თავისმა ეპოქამდე, ვერც მის შემდეგ და განსაკუთრებით აი ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ 20-იან წლებში გამოქვეყნდა კიდევაც ნაშრომი, მეზეზის ნაშრომი იყო, სადაც ის ლაპარაკობდა თვითონ მარქსი ერთი მხრივ რომ გაკრიტიკებული იყო, მაგრამ ის რომ გააკრიტიკა ცენტრალიზებული დაგეგმა თვითონ მარქსისტი მოაზროვნის ბრალი იყო, რომელმაც ვერაფერი ვერ გაიგო, რას ამბობდა მარქსი. სოციალ-ეკონომიკური სისტემა, რომელიც ყალიბდება ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება და დღესაც ესეა რეალურად. ეს არის თვითონ წარმოების წესი, რა არის, ის იქნება კაპიტალისტური, დღეს არის კაპიტალისტური წარმოების წესი და თვითონ საკუთრების ფორმა როგორ არის ამ წარმოების საშუალებებზე, ხო და რო გადახედოთ ევოლუციურად ზოგადად, ჯერ იყო მონათმფლობელობა, მერე იყო ფეოდალიზმი, ხო და დღეს არის სხვა წმინდა კაპიტალიზმი, ხო და თითოეული თითქოს ეკონომიკური განვითარება იყო რაღაცნაირად ევოლუციური, ხო? ხომ არ იყო ვერტიკალური პირობითად რა, ძალიან ვერტიკალური თანმიმდევრული იყო, იმიტომ რომ წარმოების წესი უბრალოდ არ იცვლებოდა და საკუთრების ფორმაც არ იცვლებოდა და მარქსი მან შეცდა, როდესაც თქვა, რომ აზიური წარმოების წესი არსებობდა რეალურად, ერთი წარმოების წესი არსებობდა მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ და საკუთრების ფორმა იყო უბრალოდ განსხვავებული და ზოგადად აზიაში ყოფილი კოლექტიური ცნობიერება აქვს რა და დასავლეთში ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობაში ბუნებრივია ინდივიდუალიზმმა გაიმარჯვა და ეს იდეები არის, მაგრამ ეს კოლექტიური ცნობიერება სრულიად არ უნდა აღუქვათ რაღაც ნეგატიურად, იმიტომ რომ ხაც როდესაც ლაპარაკობენ გეგმიურ ეკონომიკაზე, აი მასაში გინდა გათქვეფა, კოლექტივში გინდა გათქვეფა, მაგრამ უნდა გადავხედოთ თვითონ აი თანასწორობისა და სოლიდარობის საკითხები როგორ შემოდის ორივე იდეოლოგიაში, იმიტომ რომ თვითონ საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარია ორივე იდეოლოგია, ლიბერალიზმიც, თვითონ სოციალიზმიც, მაგრამ უყურეთ თავისუფლება და თანასწორობის ჰიბრიდიზაციას ცდილობს, ხო თვითონ სოციალ-დემოკრატიაც რა, მაგრამ თვითონ ჰიბრიდიზაცია ორი იდეოლოგიის საფუძველზე ბევრი კრიტიკის საგანია. მე მგონია რომ ეს სოციალური სახელმწიფო ეს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რასაც ეს პოზიტიურად უყურებთ, მგონია რომ ამ ორივე იდეოლოგიიდან რაღაცა დადებით კარგ ელემენტებს ხედავს და მე ის თავისთავად აერთიანებს ამ ორიდან აღებულ ელემენტებს. აი პრობლემა იცი რა არის ხომ თვითონ პრაქტიკაში როგორ ვლინდება რა და მან ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი საქართველოსაც რო ვილაპარაკოთ, ხაი თვითონ გამოვლინება როგორია ხოლმე რაღაცნაირად თითქოს შეხამებას ცდილობენ, მაგრამ ეს მოდერნული სახელმწიფოს იდეა დამახინჯდა უბრალოდ ძალიან, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ვარდების რევოლუციიდან იწყება რა, ეგ პერიოდი, როდესაც რაღაცა აი მოდერნიზაცია სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს რა, ზოგადად ეს ერთ-ერთი არის მინიმალისტური სახელმწიფო, მაგრამ უყურეთ სოციალ-დემოკრატია ხო მინიმალისტურ სახელმწიფოს საერთოდ არ ითვალისწინებს, ძირითად სახელმწიფოს კონცეფციას ითვალისწინებს, მაგრამ თვითონ დასავლეთ ევროპაში არ თვლი არ ნორდიკულ სახელმწიფოებს არ ვეხები, სადაც იდეალია უბრალოდ სოციალ-დემოკრატიის და ის ნორდიკული სოციალიზმია, ხო, პირობითად სოციალ-დემოკრატიაც კი არ არის, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ თვითონ სააკაშვილმაც ზუსტად ის გააკეთა, მინიმალისტური სახელმწიფოს კონცეფცია აიღო და მზარდი პრივატიზაცია და ეს იყო ერთგვარ, იმიტომ რომ უყურეთ იმ პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდი გასცემდა ძალიან დიდ ცესხს ამ სახელმწიფოებს, ხო, იმისათვის რომ მათი ლიბერალიზაცია მომხდარიყო და ლიბერალიზაციის თანმიმდევრი პროცესი აუცილებლად მოყოფილიყო პრივატიზაცია, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ეკონომიკური განვითარება სააკაშვილის პერიოდში უბრალოდ არ ყოფილა თანმიმდევრული. თვითონ წარმოიდგინეთ, რომ პატარა კორუფციაც ხო იყო, ეს ფაქტი იყო, მაგრამ საინტერესო ის იყო, როგორ იზრდებოდა თვითონ ბიუჯეტი. იმიტომ რომ ორმაგად და ასმაგად გაიზარდა სააკაშვილის მმართველობის დროს ბიუჯეტი, მაგრამ ეს მოხდა რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ მაგალითად ციხიდან რო ყოფილიყავი დახსნილი იმ პერიოდში, მაგალითად ედუარდ შევარდნაძის სიძე 15 მილიონის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან. და ასლან აბაშიძის ქონების კონფისკაციის შედეგად ფაქტობრივად ბიუჯეტი ორმაგად გაორმაგდა. ანუ ეს არის კატასტროფა უბრალოდ, როდესაც ვიღან ბიუჯეტი ივსება, რითი რაღაც პატარა ფინანსური სპეკულაციები, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო ეკონომიკა, რომელიც მაგალითად ხა ჭიათურის პრივატიზაციაც ხო იმ პერიოდში მოხდა რა, მაგრამ ნაციონალიზაციის შედეგად ბევრად უფრო პროდუქტიული შეიძლება ყოფილიყო როგორც ჭიათურა საქართველოსათვის, ამასთანავე თვითონ მოქალაქეებისათვის, ხო, იმიტომ რომ დღეს ჭიათურა არის არა მხოლოდ ექსპორტირებული შრომის კუთხით, არამედ ბუნებრივი რესურსების კუთხითაც რა. ასევე მეგობრებო, მოგიწოდებთ, რომ 24 მარტს არის კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია პირველ საათზე და თუ იქამდე ამ ვიდეოს ნახავთ, მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ ყველა, იმიტომ რომ ჩვენც ვიქნებით და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, თქვენი მხარში დგომა მათთან, ჩვენი მათთან ერთად დგომა უფრო სწორად და იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით იქ ყველა პირველ საათზე კანცელარიასთან.
კი, მან აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ შეიძლება პირდაპირ თქვენ არ გეხებოდით ეს საკითხი და რაღაცნაირად განიხილავთ, რომ ჭია თუ რა არის იზოლირებული, ხო, მაგრამ რეალურად წარმოუდგენელიც კი არა, უბრალოდ დღეს პოლიტიკურ ამით ვერ აკავშირებდა ეკონომიკასთან, იმიტომ რომ ეკონომიკის ზედნაშენია ფაქტობრივად ყველაფერი და როდესაც მე ერთი რაღაცა მინდა რა ძალიან გულწრფელად რომ საზოგადოება რომელიც სახლში ზის და უბრალოდ რაღაცა ინფორმაციას იღებს და როცა ესმის რომ პირობითად ღარიბაშვილის ცოლს გადაეცა, ასე ვთქვათ, მიწები ბაკურიანის ტერიტორიაზე, რომელიც იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ანუ როდესაც ასეთ ფაქტებს ვიიგებთ, რომ ეს მიწები უბრალოდ არაფერი არ არის და შეიძლება ვიღაცის პარლამენტარისტმა უბრალოდ მიიღოს როგორც რაღაცა საკუთარი ქონება. ანუ ჩემი აზრით მსგავსი ფაქტები საზოგადოებას უნდა აბრაზებდეს, მაგრამ სამწუხაროდ ხედავ, რომ არ აბრაზებს და ჩვენ თუ ახლა არ დავდექით ერთმანეთის გვერდით და არ დავეხმარეთ ერთმანეთს, თუნდაც არ ვიყავით ამ მეშახტეების გვერდით, ან ჩვენ ნელ-ნელა დავკარგავთ ყველაფერი იმ ღირებულს, რაც სახელმწიფოში გვაქვს და ჩემი აზრით თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც სტუდენტების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ეხლა გვიწევს ძალიან ბევრ ფრონტზე ბრჭყალები ბრძოლა. ბრჭყალებით არ ჭირდება, იმიტომ რომ მართლა გვიწევს და რეალურად ისეთი ასე ვთქვათ, არეალი იქნება, რომ თითქოს რაღაცნაირად ყველაფერს ნელ-ნელა ვკარგავთ და თუ გინდათ რომ ეს ყველაფერი არ დავკარგოთ ნელ-ნელა, აუცილებელია რომ გამოიღვიძოთ და ჩვენთან ერთად ის გააპროტესტოთ, რაც რეალურად გასაპროტესტებელია და იმაზე გაბრაზდეთ, რაც რეალურად გასაბრაზებელია. იმიტომ რომ უყურეთ, ჯერ ერთი რომ გარკვეული მასა არსებობს საზოგადოებაში, რომელიც ამბობს, რომ ერთი მხრივ განშაუება ხდება ჭიათურის პროტესტის, იქნა გამომდინარე, რომ ნაციონალიზაციას მოითხოვენ და მე ძალიან კარგად გამოიყენა უბრალოდ ხელისუფლებამ და სხვებმაც, რომ ალტიფო გვერდზე დაუყენეს და რაღაცა უყურეთ, ალტიფოელები რო გვერდზეთ განა ჭიათურელების, ეს არაფერზე არ მეტყოლებს საერთოდ. კონსერვატიული ღირებულებები ზუსტადაც რომ ნაციონალიზაციას ითვალისწინებს საწარმოებისა და ასე შემდეგ. ანუ უყურეთ, ეს არის მემარჯვენე ეკონომიკა, მემარჯვენე კონსერვატიზმის მთავარი ამოსავალი წერტილი რა ბირთვი და ისინი თუ დღეს იქ დგანან, ერთია რომ გაშაუება ხდება, მაგრამ თუ ჭიათურელები პირობიდან ნაციონალიზაციას მხარს უჭერენ, არ უნდა მოხდეს მათი მარგინალიზება, ამ პროტესტის გაშაუება, მაშინ როდესაც დღეს თბილისში ჩამოდიან ისინი პროტესტს რეალურად სრულად ახალ სოციალურ განზომილებას წენენ და ისეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს აყენებენ დღის წესრიგში, რაც ზუსტად რომ დემოკრატიზაციის ამოსავალი წერტილია, იმიტომ რომ დემოკრატია არ არის შენი სამომხმარებლო ეკონომიკა, რომელმაც გამოიწვიეს რომ მთელი საქართველო ემიგრაციაში, ხო ეხა პირობითად თუ გადახედავთ, სანა ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა მართლობაში და მათ შორის 4 წლის წინ მქონდა მგონი ერთ-ერთ ინტერვიუ, სადაც ნათქვამი აქვს, რომ დასაქმება გაიზრდებოდა იმის ხარჯზე, რომ გლობალურ დონეზე გავიდოდნენ ქართველი ემიგრანტები. რანაირად შეიძლება ეს ეკონომიკის სტიმულირებად განიხილებოდეს გინ მიკროეკონომიკურ დონეზე, მაკროეკონომიკურ დონეზე. ეს უბრალოდ არის მცდელობა, რომ საქართველოს დასწავლოთ ქართველებისაგან და ეროვნული იდენტობა მთლიანად მოკლა. ის, რასაც დღეს რეალურად ქართული ოცნება საკუთარი დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევს და მთელი რიტორიკა აგებული აქვს ერი ეროვნებაზე, მაშინ როდესაც ერი ეროვნებისაგან მთლიანად სლიან ხო ქართულ ცნობიერებას და ეხლა ის შანსი იქნება თუნდაც ამ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობებით, რომ არა მარტო ერი ეროვნული ინტერესის შენარჩუნება მოხდეს, არამედ რომ ქართველი დარჩეს უბრალოდ საქართველოში, აქ იყოს პროდუქტიული, აქ დაკავდეს წარმოებით და როგორც ერთხელ და სამუდამოდ რეალურად ჩამოყალიბდეს დემოკრატია და არა ეს ნეოლიბერალური ავტორიტარიზმი, რომელიც 2003 წლიდან იღებდა საფუძველს და ფაქტობრივად ლოგიკურიც იქნებოდა, იმიტომ რომ უყურეთ, როდესაც დემოკრატია დამკვიდრდა ისეთ სახელმწიფოებში, რომელსაც მის გამოცდილება არ ქონიათ, ტეტჩერიზმის ეპოქასაც რო გადახედოთ რა, ტეტჩერი მოვიდა, მთლიან ნაციონალიზირებული იყო იმ პერიოდში მრავალი საწარმო, დინაციონალიზაცია მთლიანად დაიწყო, პრივატიზაცია დაიწყო და იმის მაგივრად რაღაც დემოკრატიის ხარისხი გაზრდილიყო, ტეტჩერიზმის ეპოქა მთლიანად რაც წარმოადგენდა, ხო, რეპრესიული გახდა რეჟიმი, ეს ერთი და მნიშვნელოვანი ტენდენცია ის არის, რომ როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოებს, სადაც დინაციონალიზაცია დაიწყო და აი ძალიან პრივატიზაციის ხარისხი უბრალოდ ძალიან მაღალი იყო სახელმწიფოებში, ამ პერიოდში იზრდება რეპრესიული ხასიათი რეჟიმის რა. საქართველოში დღეს ეგ ხდება, მარტო რეპრესიული ხო არ ხდება. უყურეთ, ტეტჩერიზმის ეპოქაში სოციალური დაცვის პოლიტიკიდან მთლიანად იზოლირებული იყო რა სახელმწიფო, რაც სააკაშვილის მმართველობის დროსაც ხდებოდა რა. ეს მინიმალისტური სახელმწიფო არის ძალიან მოტყუებითი ჩემი აზრით, იმიტომ რომ უყურეთ, თვითონ ამბობს, რომ სახელმწიფოს როლი, როგორც ბიუროკრატიის როლი, უნდა შემცირდეს თითოეულ პროცესებში, მაგრამ რეალობა ის არის ხოლმე, რომ ზრდის საკუთარ როლს სახელმწიფო თავდაცვაში, უსაფრთხოებაში, საპოლიციო რეჟიმს ქმნის, კარგად დააკვირდით მაგას და რეპრესიული იმიტო ხდება და შემდგომში ლოგიკური განვითარება ის რა არის ხოლმე? ეს მინიმალისტური სახელმწიფო მარტო რჩება სოციალურ საკითხებში მინიმალისტური, მაგრამ სხვა საკითხებს როდესაც ეხება საქმე, ის არ გაძლევს უფლებას, რომ სისტემის ჩარჩოს გასცდეს. ლიბერალიზმზე ვლაპარაკობთ, მაგალითად, ამბობს, რომ თავისუფალი ადამიანი და პირობითად შენ რო წარმატებას აღწევ,
რაღაცნაირად თავისუფლდები ხო სისტემისაგან, მაგრამ ეგ არის მართალი, ყველას ერთი და იგივე ფული აქვს, ყველას იგივე თანასწორობა აქვს, ანუ რეალურად გაძლევენ არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ სისტემა არ შემოგთავაზებს იმ ალტერნატივას, რომელიც მისი საწინააღმდეგოა, ხო? არ გაქცევს მის ანტაგონისტებს. ამიტომ ორ რაღაც ალტერნატივას გთავაზობს, ერთი არის თავისუფლება, მეორე მონობა, მაგრამ შენ თავისუფლებას ირჩევ მონობას. აი ეგ არის ლიბერალიზმი დღეს. შემეული გაგებთ ყოველ შემთხვევაში. ირჩევა რა, არასწორად რო იყოს გაგებული, ირჩევა რა, იძულებული ხარ რა, იმიტომ რომ ალტერნატიული გზა არ გაქვს და მანამდე რამდენიმე რაღაცის დამატება მინდოდა, მათ შორის ბიძინაშვილზე რო საუბრობდით, მანდ იყო ის რომ ბიძინას რა ჩანაფიქრიც ქონდა სამწუხაროდ გამოვიდა ეგ ჩანაფიქრი და განსაკუთრებით ემიგრაციის მიმართულებით და ჩვენ ხედავთ ასეთ მოცემულობას, რომ დღეს ნახევარი საქართველოს უკვე ემიგრაციაშია და შეიძლება ჩვენი მშობლებიც იყვნენ მაგ ემიგრაციის, ასე ვთქვათ, მონაწილეებიც და გარდა ამისა, ასევე იმის დამატება მინდოდა, რომ ეს რეპრესიებზე იყო საუბარი და რეპრესიები, აი გუშინ ჩვენ ვიცით, რომ სეულის სტუდენტები დააკავეს, ასევე რომელსაც ასევე სოლიდარობას უცხადებთ და ანუ ნელა მარტივად გასაგები რო იყოს იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს, ისინი ცდილობენ, რომ ისინი ჩაახშონ მათი ხმა. გარდა ამისა, ჩვენ ნახეთ, რომ თბილისის მერიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ასეთ სამსახურებში, მაგალითად როგორც არის საბავშვო ბაღები, ის ადამიანები კონკრეტულად უნდა შემცირებული იყო მათი რაოდენობა და ჩვენ როგორც ვიცით ყველაზე ასეთი ვთქვათ კარგი მასალა მათთვის რომელიც გამოიყენება არიან ეს ამ სექტორებში, სკოლებში ასევე დასაქმებული ადამიანები და ჩემი აზრით რაღაცნაირად ესეც ამ რეპრესიების ნაწილია, იმიტომ რომ იშორებენ ისეთ ადამიანებს, არ იყო ეს მარტო სკოლები, საბავშვო ბაღები, როგორც ვიცი მერიის მიერ დაქვემდებარებულ ყველა სექტორში, ყველა ადამიანების წმენდა მიმდინარეობდა და ჩვენ ასევე ვიცით, რომ სხვადასხვა უწყებებიდანაც გაათავისუფლეს ხალხი და ეს არის თვალსაჩინო რეპრესია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში როგორ იყო, რომ შენ ოჯახის წევრიც კი უნდა ჩაგეშვა იმ შემთხვევაში, თუ კი ის სისტემის წინააღმდეგ იქნებოდა და დღეს